სასწაულებს აკეთებენ ისეთი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გამოვლენა შეუძლიათ ქართულ მეცხვარე ძაღლს. ფაქტიურად დაკარგულია ეგ პოპულაცია და ერთეულებს პოულობთ. იმდენი იწვალა, იმდენი სამ ყურადღება არ მიიქცია და არ მიიყვანა და არ გადაარჩინა რა. ძალიან დიდი გონი უნდა ამას, ეს ადამიანებიც კი ვერ ახერხებენ ზოგჯერ ესეთ რაღაცას, რომ ადამიანს გაუკეთოს და ინტელექტუალური იყო ფაქტიურად ეს ძაღლები იმ კუთხით, რომ რა როგორ შეესრულებინა თვითონ ჩემზე უკეთესად იცოდნენ. მოერევა მგელს. კი, მოერევა. ეხლა ეს ზომიდან, იცით რა არის, მგელს ვერ მოკლავს, მგელი გაიქცევა ერთ-ერთზე, რომ სადმე შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ქართული ჯიში ეშრება ხშირად კავკასიურ ნაგაზში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ სოფლიოში საუკეთესო ჯიშია ზუსტად მეცხვარეობისთვის. ძაღლი ადამიანს ყველაზე ერთგული და ყველაზე ისეთი საყვარელი ცხოველია და ეს როგორ უნდა გაყიდო. თუშეთიდან გესალმებით ძალიან მაგარ ხალხთან ერთად. ჯერ გაგაცნობთ ერთი საქმის ირგვლივ გაერთიანებული 4 ძალიან საინტერესო ადამიანი, ზვიადი, ზაზა, გიორგი და ჩვენი მასპინძელი ბატონი დავითი. მოკლედ შეიძლება ცოტა გაუკვირდეს ჩვენ მაყურებელს, მაგრამ გზადაგზა აგიხსნით, როგორ მოვედით ამ თემამდე. ეს ადამიანები ემსახურებიან ქართული მეცხვარე ჯიშის ძაღლის პოპულარიზაციას და მოკლედ გაგვეცანით ვინ ხართ, საიდან შეიკრიბეთ, როგორ მოხვდით ერთად და რამ მიგიყვანათ აი ამ ძალიან საინტერესო იდეამდე, რომ ეს უნიკალური ქართული ჯიშის პოპულარიზაცია დაგეწყოთ და თან მაღალმთიან რეგიონებში, პირველ რიგში. მოგესალმებით. პირველ რიგში რაც მინდა აღვნიშნო, ეს არის მუშათვისებები ძაღლის, ეს არის ნომერ პირველი ჩვენთვის. რისთვისაც ეს ძაღლი შეიქმნა და ადრეც ვთქვი და განმეორდები, რომ ძაღლი, ქართული მეცხვარე ძაღლი გეოგრაფიული მდებარეობის შესასრულებელი სამუშაოების და მწყემსის მცირედი ჩარევით შეიქმნა. ოღონდ ეს გადარჩევა და გამრავლება ხდებოდა საუკუნეების მანძილზე. მოკლედ ჩვენ ძაღლისადმი სიყვარული ყველა სათითაოდ გაგვაჩნია და ეს ბავშვობიდან მოდის ეს ყველაფერი. ყავდა ჩვენი ძაღლები, სხვადასხვანაირი ძაღლები ყავდა და რაღაც პერიოდში შევატყვეთ, რომ ამ ძველი ფოტომასალებიდან ყველა თავის მხრივ რაღაცას აკვირდებოდა და ფიქრობდა, რომ ის ძველი ძაღლები, რომელიც ჩვენ მამა-პაპამ მრავალი საუკუნოვანი შრომის შედეგად შექმნა, რაღაც სახეცვლილებით მოვიდა ჩვენამდე და მერე ისე მოხდა, რომ ამ ძაღლის სიყვარულის გამო საუბრობდით ინტერნეტში, ერთმანეთში, ზოგი ვიცნობდით პირადად, ზოგი არ ვიცნობდით და დავიწყეთ კვლევაძიება. გავაკეთეთ რაღაც პატარ-პატარა ექსპედიციები ჩვენი ძალებით, მოვიარეთ უამრავი ფარები, საბედრიო ძალიან კარგი ძაღლები ვილახეთ. მოკლედ ესე შევიკრიბეთ და ჩამოვაყალიბეთ, გადავწყვიტეთ გავუკეთებინა Facebook გვერდი. იმისათვის, რომ ადამიანებს შეძლებოდათ ინფორმაციების მოწოდება. მე გამოვიკვლიეთ შესაძლებლობის და გვარად ამ ცხვარში ყოფილი ძაღლების წარმომავლობა. სასწაულებს აკეთებენ ისეთი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გამოვლენა შეუძლიათ ქართულ მეცხვარე ძაღლს. როგორ განვითარდა თქვენი ამ საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბების შემდეგ, აი თქვენი სამუშაო სტრატეგიები როგორ გაანაწილეთ? იცით რა არის, ნელ-ნელა ისახებოდა ეგ გეგმები, უკვე ნელ-ნელა გავერკვიეთ ზოგადად არსებულ პრობლემაში, იმაში, რომ დავიწყებ იმით, რომ 90-იან წლებში ამ ჯიშის პოპულაცია, საკმაოდ დიდი პოპულაცია არსებობდა ყაზბეგის რაიონში, რომელიც შემდგომ ასევე კულტურული გამრავლების შედეგად შეერია სხვა ჯიშებს. და ფაქტიურად დღეს ფაქტიურად დაკარგულია ეგ პოპულაცია და ერთეულებს პოულობთ. ეხლა ვეძებთ, აი ზვიადი იქედან არის წარმოშობით ყაზბეგის რაიონიდან, ჩვენც გვაქვს კავშირი, მე ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი ამ ჯიშით და ყაზბეგში ხშირად ჩავდიოდი და
მოკლედ აი ამ პრობლემამ მოგცა სხვადასხვა მიმართულებები. თუშეთისკენ წამოვედით, კახეთში ვეძებდით ამ ძაღლებს. ნუ ძირითადად ახლა ჩვენ ამ მომენტამდე აი ამ ექსპედიციებით ვიყავით დაკავებული, რომ გამოგვევლინა სუფთა ჯიშის მუშა ძაღლები და ნუ შემდეგ შესაბამისად ამ პრობლემებიდან გამომდინარე, ხა ვცდილობ დავაკავშიროთ ფარები, მეცხვარეები ერთმანეთს. ვცდილობთ, რომ ავიღოთ ერთი ფარიდან, სადაც უფრო უკეთესი ძაღლები ყავთ, ეს ძაღლები და იმ ხროვაში ჩავსვათ, სადაც დაუშვათ ნაკლებობა ამ ძაღლებით. ლეკვები აყვავს დაუშვათ ერთი ფარიდან, ვნერგავთ მეორეში. ნუ ჯერჯერობით ჩვენი მუშაობა აგვიმართულებით მიდის. გაჩუქებული ყავს სადღაც 300 ლეკვი დაახლოებით. ეგრე არ არის? ხო, და 300 გადაცდა. ასევე შემოგვიერთდნენ აი ამ პროცესში მეცხვარეები, თქო ჩვენ შევხვდით ამ დღეებში აი ეს ნეკერაულები, ბუქვაიძეები, ნუ რამოდენიმე ადამიანია, ვინც ძალიან დაინტერესებულია, ენთუზიაზმით არიან სავსე და გვეხმარებიან ამ საქმეში, ნუ ფაქტიურად მათ კისერზე გადადის ეს ამბავი, ისინი ამრავლებენ ამ ძაღლებს და ნუ ჩვენ ვეხმარებით, რომ შერევა მოხდეს, იმბრიდინგი არ მოხდეს ამ ძაღლების და აი ჯერჯერობით მაგ დონეზე ვართ. ეხლა ნუ აი მომავალში ეხლა ვფიქრობთ შემდგომში, რომ იქნებ ძაღლსაშენიც გაკეთდეს, ინვესტორს ვეძებთ და ნუ რა ვიცი, ასე მივყვებით ამ საქმეს ნელ-ნელა. თქვენი სახსრებით აკეთებთ ამ ყველაფერს ხო? დადო თქვენ უშუალოდ გაქვთ შეხება ზღვართან, თუში ხართ, გაქვთ დიდი გამოცდილება მთაში ცხოვრების და ძაღლის როლი რა არის მეცხვარეობაში და კონკრეტულად რატომ გახდა ამდენად საინტერესო თქვენთვის უშუალოდ ეს ქართული ჯიში მეცხვარის? იმიტომ რომ ხვდებით სხვა ჯიშებსაც, ხო? ბუნებრივია ზღვაში. ხვდებით სხვა ჯიშებსაც, სხვა მეცხვარე ძაღლები არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ ძაღლზე ვისაუბროთ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი როლი აქვს მარტო ცხრის მოვლა პატრონობა ან ნადირისგან დაცვა არ არის. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, აი ჩემი ასაკის ბიჭი აი სახში ცხოვრობდა რა, აი მეორე სახში. მამამისი იყო კომისების პერიოდში მეცხვარეობის ბრიგადირი. და ეს ჩემხელა ბიჭი ერთად ვიზდებოდით, მეგობრობით, ვაკაცოვდით და ზღვარში იყო, ეს პერიოდი იყო, ზღვარს პარსავდნენ, წყემსები ყველა დაკავებული იყო და ეს ეხმარებოდა საძოვარზე ყავდა და დარჩენ ზღვარი. მოხდა ესე, რომ ძაღლები ყავდათ, კარგი ძაღლები ყავდათ ძალიან და ერთ-ერთი ძაღლი, რომელიც თვითონ გაზარდა, ეს ყავდა თან. რაღაცა იმაზე ფეხი დაუცურდა და გადავარდა. რო გადავარდა ეს თავი დაარტყა და გაითიშა და ფიშიანი მონაკვეთია. რო გონება რომ დაკარგა და დაეცა, ამაზე გამოცურდა და დაბლა არის 100-150 მეტრიანი ქანჩახი რა და ამ ქანჩახისკენ მიდიოდა. ამ ძაღლმა რო დაინახა, წავიდა და დაიწყო თხრა რა. ვერ გააჩერა რა, ვერ მოასწრო ეთყობა მეორე მესამე. ეს ნახეს მერე უკვე რომ რამოდენიმე ადგილზე ქონდა მცდელობა ამ ძაღლს რომ ეს თათებით გამოეთხარა და გაეჩერებინა, რომ ქანჩახს ვერ გადავარდნენ. და ზედ ქანჩახის პირზე მოახერხა გააჩერა. მაგრამ სახეზე მარტო გონები არ ქონდა დაკარგული, ჭრილობები ქონდა, სისხლის დიოდა და სულ ქონდა მოსუთავებული და ლოკავდა რომ აზზე მოეყვანა, მაგრამ ვერ მოყავდა. მერე დაიწყო უკვე სირბილი თურმე და ყეფა რა, რომ აგებინებდა, რომ ჩასულიყვნენ და მიეხედათ რა. იმდენი იწვალა, იმდენი სამ ყურადღება არ მიიქცია და არ მიიყვანა და არ გადაარჩინა რა. ძალიან დიდი გონი უნდა ამას, ეს ადამიანებიც კი ვერ ახერხებენ ზოგჯერ ესეთ რაღაცას, რომ ადამიანს გაუკეთოს და როცა მეცხვარე ძაღლი ამ ხელა რაღაცას აკეთებს, ამ ხელა ერთ გურებას იჩენს და ამ ხელა სიყვარული გააჩნია, ეს უკვე ჩვენზეც არის, რომ ანალოგიურად უკვე ჩვენც ამ სიყვარულით უპასუხოთ და მართლა ვიზრუნოთ მათზე. ყოფილა შემთხვევები, რომ ბოდიში რო შეგოტყობინეთ, ჩამორჩენილი ცხარი თვეობით შეუნახიათ დღეში. აი კონკრეტულად აქ თუშეთში. ერთ ძაღლს და დაუცვია ნადირისგან, მე ჩემი თვალით ნანახი, აი საშინლად დაგლეჯილი ძაღლი, აი სუნაწიბურად იყო ის ძაღლი, ქცეული, სადღაც ალვანში, ქარბუქში მოყოლილა ფარა, რამოდენიმე ცხარი ჩამორჩენილა და უკანა გზაზე შემოდგომაზე რომ ამოიარეს ის ძაღლიც იპოვეს და ისხვრებით. ერთო ჩემო. გამორიცხულია რომ მიატოვოს, ხო? იმდენად ერთგული. მოკვდება და არ მიატოვებს. ვა.
გიორგი, უნდა გადმოვინაცვლო შენთან. გიორგის ჩვენი მაყურებელი იცნობს უკვე და გიორგის დამსახურებაა, რომ დღეს ვართ აქ და ეს საოცარი ადამიანები გავიცანით და თუშეთი გავიცანით, თუშური ტრადიციები გავიცანით, თუში ხალხი გავიცანით და ჩვენთვის რაღაცა ერთგვარად ხელშესახები გახდა ეს უნიკალური კულტურა, არ ვიცი, ადათ-წესები, ტრადიციები, მასპინძლობა, ურთიერთობები, რაც აქ არის, მთაში არის. და მადლობა გიორგი ამისთვის. ჩვენი გადაცემის შემდეგ უკვე დავკავშირდით ამ ჯგუფთან და მოვახერხეთ აქ ჩამოსვლა. როგორ აღმოაჩინე ეს ადამიანები, როგორ შეუერთდი ამ ჯგუფს, მაინტერესებს და როგორ გაიღვიძა შენში ნელ-ნელა იმ სურვილმა, როგორც ეს ადამიანები დღეს ცდილობენ შეიტანონ წვლილი მეცხვარე ძაღლის პოპულაციის გადარჩენაში და პოპულარიზაციაში. შენც უკვე აქტიურად ხარ ჩართული ამ ამბავში. მოგესალმებით ვერდიში, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. როგორც დაგვირდით წინა სიუჟეტში, რომელიც იმერულ ცხვარს ეხებოდა, თონი შევასრულეთ სიტყვა და შემდეგი საკითხი ნამდვილად იყო ეს მუშა ძაღლები, ქართული ცხვრის მუშა ძაღლები. ჩვენთანაც შევეხეთ იქ რეპორტაჟის დროს გარკვეულ საკითხებს, ძაღლებიც ვნახეთ იქ. ის ძაღლები ზუსტად ამ ჯგუფის დამსახურებით არის, ის ლეკვები ჩემთან და შემდეგ ჩემთან გაიზარდა. აი, როდესაც მეცხვარეობის საკითხს მივადექით და უშუალოდ აი ამ პროცესში გადავერთეთ, მაშინაც ყავდა სხვა ძაღლები, რომლებიც ჩვენთან ფერმაში იყო და ვატყობდი, რომ აი ეს თვისებები იმდენად მყარად არიჯდა მათში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხანი ვეძებე და ფინანსებიც ბევრი დაჯდა იმ ლეკვების მოყვანა თავის დროს. ჯგუფის წევრებს ფაქტიურად ვიცნობდი უკვე ბავშვობიდან, იმიტომ რომ იქ როდესაც ეს დისტანციურად, თუმცა პირადად არა, ეს იყო ერთ-ერთი ჯგუფი იყო, სიმბაჯი ესეთი საიტი იყო, მაშინ Facebook-იც არ იყო, არც ესეთი ჩატები იყო მარტო რა, ესეთი სოციალური ქსელები არ იყო ესე აქტიური. და იმ ჯგუფიდან ვიცნობდით, იქ შეხება გქონდა, უბრალოდ მხოლოდ ესე რომ თქვა დამატებითი სახელები გვეწერა, იქ მეტი არაფერი არ იყო იდენტიფიცირებული და ესე მერე როცა შევხვდით, მერე ვთქვით, რომ აი ვის რა ეწერა იქ, იმით ხვდებოდით ვინ იყო. დიდი ხნის წინ მოდის ესე რომ თქვა ეს საკითხები, ნუ აკვირდებოდი, უყურებდი ყოველთვის. და რამიდა აღნიშნა, აი პრაქტიკულმა შეხედულებებმა დამანახა ის, რომ აი ძაღლები იმ ფუნქციას ისევე ასრულებდნენ, რაც მე მჭირდებოდა და რაც სხვა სჭირდებოდა პირველ რიგში. ჩემი საჭიროებიდან დიდად არ გამომდინარეობს, საერთოდაც ესე არის, რომ წყენს პირდაპირ მოთხოვნები არ აქვს, აი ფუნქცია რაც აქვს ძაღლს, იმას გენეტიკურად უნდა მოყვებოდეს და ასრულებდეს მის საქმიანობას. ჯგუფის დამსახურებით ეს საჩუქარი მივიღე, ასე რომ თქვა, ლეკვების სახით პირველი ეტაპი. მაშინ ერთი წუ და ერთი ხვადი იყო. და დაახლოებით 8-9 თვის ასაკიდან ძაღლებმა ისეთი რაღაცეები გამოავლინეს, რომ ცოტა შეიძლება დაუჯერებელიც იყოს მაყურებლისთვის. ჩვენ დაუჯერებელი ამბები. ხო, აი ამ საკითხსაც მინდა შევეხო ახლა ჩვენს რეპორტაჟის განმავლობაში, ხა რაც გადავიღეთ მეცხვარეებთანაც, შეიძლება იყოს საკითხები, რომლებსაც ვერ ჩაწვდეს ბოლომდე მაყურებელი იქედან გამომდინარე, რომ თუ ცხვარში არ ყოფილ ხარ, არ დაკვირვები ხარ იქ სამუშაო პირობებში, ძნელი აღიქვა, ზოგიერთ რაღაცა შეიძლება ლეგენდადაც მოგეჩვენოს, რაღაც დაუჯერებელი იყოს, თუმცა ეს რეალობაა, ეს ეხდება. ცოტა რთულია დასაჯერებლად, თუმცა ფაქტი ჯიუტია ესე რომ ვთქვათ. ნუ ჩვენ შემთხვევაშიც აი იმ ლეკვების აღზრდის პროცესში ამ ყველაფერს ვაკვირდებოდი და აქეთ ვსწავლობდი, არა იქეთ რაიმე ძაღლს არ ჭირდებოდა სწავლება, არამედ აქეთ ვსწავლობდი თუ რას როგორ ასრულებდა, რას როგორ აკეთებდა და რამდენად ინტელექტუალი იყო ფაქტიურად ეს ძაღლები იმ კუთხით, რომ რა როგორ შეესრულებინა თვითონ ჩემზე უკეთესად იცოდნენ და თავარი კმაყოფილება ეს იყო მწყემსის ჩვენს ფერმაში, რომ ესე რომ ვთქვათ, შედარებით მშვიდი ძილი ქონდა. ღამის განმავლობაში, დღის განმავლობაშიც კი, იმიტომ რომ ჩვენი ძაღლები, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი მეცხვარეობის ნაწილი ბევრად განსხვავდება თუშეთში, ყაზბეგში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ცხვრის ჯიშია განსხვავებული და სხვანაირი, ესე რომ ვთქვათ, მოვლის პირობებია რა. შემიძლია აღვნიშნო, რომ ფაქტიურად დანაკარგი არ ქონია ამ 5 წლის განმავლობაში ერთი ბატკანის და ცხვრისიც კი. სულ უფრო და უფრო ის აღფრთოვანებული ვარ, რაც უფრო მეც ვისმენ და განსაკუთრებით აი საოცრებები ვნახე, ხახნო ვერ გაჩვენებთ ამ კადრებს. ზვიათს აქვს, რა ვიცი, მთელი ფოტო არქივი და მასალა, ანუ ყველა სათითაოდ აქვს ეგ არქივი. ხო, მე ზვიადი მაჩვენებს ხოლმე რაღაცა. ზოგი ძალიან ისეთი ბარდანები.
ძალიან საშიში არსება მაინც შეიძლება ითქვას თუ არ ხარ მისი ახლობელი და თუ არ არის შენთან შეგუებული, ხო? და თქვენ მაინც რაღაც ყველგან სადაც მივედით, ძალიან თამამი ხართ ესე არ უშინდებით ხოლმე და თვითონ მგონია რომ რაღაც ისინი კოდური სიტყვები იცით რა უნდა დაუძახოთ და უთხრათ. მაუგლი. ხო. ხო და ეგ ამბავი როგორ ხდება, როგორ გამოიმუშავა? როგორ ხდება და ეხა ბავშვობიდან როგორც გითხარით, ყველა ზაღლები ყავდა და ფსიქოლოგიას ვიცნობთ ამ ზაღლების რა და მე ეს ჩვენი სითამამე გარედან შეიძლება მარტო სითამამე ჩანს, მაგრამ იქ რაღაც სოდნაზეა დამყარებული რა, თლათ არ ვრისკავთ ეგრე. მესმის კი. ხდება ისეთებიც რომ არ ვიცი, როგორც გიდამიუდგე არ არსებობს. მაგრამ უნდობლობა ყველას აქვს. აი ახლა ცხოვრობ ვიყავით, ხო ნახეთ, თითქოს 7 ძაღლები იყვნენ, მაგრამ სულ მეთვალყურეობის ქვეშ ვყავდით და ახლოს არც ერთი არ მოდიოდა. აი მივიწიეთ ცოტა, იქ იცნობდნენ იმ ხალხს, ვისთან ერთადაც ვიყავით და იმათ გამო თავს იკავებ და გადაინაცვლეს, მაგრამ ისეთ ადგილზე ჯდებიან, რომ მეთვალყურეობა არ მოაკლოს. აი თითქოს როგორ იყო, ახლა ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო ეს პირდაპირ. აი ისე წევს თითქოს მოდუნებულიან, ძინავს, არ გიყურებს და ამ დროს აი ერთი პატარა მოძრაობა და აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებს. თან აუცილებლად. ძალიან სტრატეგიულად აქვთ როგორც ამიხსნეს ის ადგილები განაწილებული, სადაც გამლაგდებიან და უნდა აკონტროლებდეს ყველაფერს გარშემო, ყველა მოძრაობას. ზაზა, ის როგორ ხდება, მაინტერესებს, აი როგორ ხვდებით, რომ ეს არის წმინდა ჯიში? ექსტერიერით, ძირითადად ექსტერიერით და ნუ მე უკვე გამოკითხვას ვაწარმოებთ კონტაქტში რო შევდივარ წემსებთან რომ რა მუშა თვისებები აქვს. ეხლა საქმე იმაშია რომ ეს ჯიშები საკმაოდ ახლოს არიან ერთმანეთთან, თუნდაც ის საბჭოთა კავშირის დროს გამოყვანილი კავკასიური ნაგაზით, იგივე ამ ჯიშიდან არის გამოყვანილი და ესენი ახლოს არიან, იგივე შუაზიური ნაგაზია, ეს თურქული კანგალი, ესენი ძალიან ახლოს დგომი ჯიშები არიან და ხშირად გარეგნობაში გადაფარვები ხდება. და მით უმეტეს განსაკუთრებით მუშახაზების. ეხლა ჩვენ გვაქვს ურთიერთობა სხვა ჯგუფებთან, იგივე შუა აზიელებთან, ნუ თავს ვადევნებთ, იმათაც აქვს ჯგუფები, დებენ ამ სურათებს, ვიდეოებს, Facebook ჯგუფები და იქ ვხედავთ იგივე ტიპის ძაღლებს. ეხლა ეს თვალის მიჩვევაც არის, ეხლა ამდენი წელი რომ შენ თვითონ ამრავლებ და ამას უყურებ, თვალი იმდენად მიჩვეული მაქვს, რომ ხა მე ანალიზი არ გვჭირდება ჩვენ რომ დავუშვათ, აბა ეს რაღაცა ეს დეტალური ანალიზი, უცბად როგორც კი თვალში ხვდებით რა არის და უკვე აღარ ვწდებით. აი თქვენ რო თქვით რომ მოდუნებული წევსო. იცით რატომ არის ეგრე ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა უწევს მას მთელი ცხოვრების განმავლობაში და მაქსიმალურად ცდილობს რომ ენერგია დაზოგოს. იმ მომენტისთვის რომ როდესაც მოუწევს მუშაობა და როდესაც რეალური საფრთხე გაჩნდება და იმათ ძალიან კარგად იციან რომ ჩვენ არ ვართ რეალური საფრთხე, როცა იქ მივდივართ. მაგრამ მაინც ყურადღებას გვაქცევენ. ამიტომ ისე აქტიურად არ მუშაობენ, თორე აბა ეხლა რომ გელი მოვიდეს, იმას დაძახებით და სიტყვით წემსი ვეღარ გააჩერებს უკვე. მოერევა ამ გელს? კი, მოერევა. ნუ ეხლა ეს ზომიდან, იცით რა არის, გელს ვერ მოკლავს, გელი გაექცევა ერთ-ერთზე, რომ სადმე შეხვდნენ ერთმანეთს. თუ დაიჭირეს ახლოს ფარასთან, შეეცდებიან რომ მოკლან, მაგრამ ესენიც თავს ზოგავენ, ესენიც დაღლილები არიან, სუმუშაობა უწევთ და ნუ ხშირად გაურბით. ანიშნულება სულ სხვა რამეა, შეინარჩუნოს სხვარი და არ არის ის რომ გელზე ინადიროს, ხო? ეს არ არის მისი ფუნქცია. ფუნქცია არის რომ სხვარი შეინარჩუნოს, რა ფორმით და როგორ მოახერხებს, ეს არის ზუსტად მის ინტელექტზე დამოკიდებული. იქნება და თუ იქნება ადამიანი იქნება თუ დრონი იქნება, არ ვიცი, ყველაფერს გაუმკლავდება, ოღონდაც თავის სხვას არავის შეეხოს, ხო? აი ეგეთი თავი. და ერთ-ერთი მთავარი თვისება ამ ზაღლის არის ის, რაც სხვა ჯიშის ზაღლებისგან, თუნდაც მეცხვარის, აი ევროპული მეცხვარეებისგან, როგორც არის გერმანული ნაგაზი და უშუალოდ ბელგიური ნაგაზი და ასე შემდეგ, გამოარჩევთ ის, რომ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი გააჩნია. არ არის დამოუკიდებული და საერთოდ არ უყურებს რა ბრძანებას მისცემს მას ადამიანი. არ ჭირდება ეს. მუშაობს აბსოლუტურად დამოუკიდებლად და თავის საქმეს დამოუკიდებლად აკეთებს. ეს ჩვენი ლანდშაფტიდან გამომდინარეც არის და იმიტომაც აქ ეს საუკუნეების განმავლობაში ეს თვისება ჩამოყალიბებული, რომ ხშირად კონტაქტი არ ხდება მეცხვარესა და ძაღლს შორის. ფარა ისე იშლება ხშირად აი აქ ამ გორების გამო, რომ ვიზუალური კონტაქტი შეიძლება არ არსებობდეს და ისე მოუწიოს ამას ნადირთან ბრძოლა და ამიტომ მას არ აქვს იმის საშუალება, რომ მუდმივ კონტაქტში იყვნენ და ესე უყურებდეს და ელოდებოდეს ბრძანებას, რომ ან
დაიცავი და დაესხი თავს და უშვა და ასე შემდეგ. ის თვითონ იღებს თავის გადაწყვეტილებას, მუშაობს, ზუსტად ანაწილებენ, აი რამდენი ძაღლიც არის ფარაში, ხო იციან თვითონ. აი პერიმეტრს როგორ დაიჭერენ, იციან დაუშვათ 2 წავა შეტევაზე დანარჩენები დარჩებიან. თუ მეტი რესურსი აქვს, მეტი გაყვება. უნდა იყოს გაწონასწორებული 7. ზუსტად იმიტომაც არის, რომ ჩვენ რო უბრალოდ თამამად ვიქცევით, იმიტომ ვიქცევით, რომ ვიცით, რომ ესენი ესეთები არიან და საფრთხის არარსებობის შემთხვევაში ტყუილ აგრესიას არ ამჟღავნებენ. დათო, თუშეთში რა ხდება მეცხვარეობაზე, როგორ ვითარდება, როგორ მიდის და ძირითადად მეცხვარე ყავთ თუ არის სხვა ჯიშის ძაღლებიც? თუშეთში ძირითადად მეცხვარე ძაღლები ყავთ ძველი, რაც მაღლობიდან მოყვებათ, მაგრამ მოხდა ისეთი შემთხვევებიც, როცა შემოუყვანეს მეცხვარეებს და ზოგიერთ დააჯერეს, რომ ეს უკეთესი იყო. მაგრამ მე მუშა პროცესში თვითონ წყემსი და მეცხვარე მიხვდა, რომ სხვა არის რა, სხვადასხვა და მუშაობაში ვერ ამართლებს ახალი შეყვანილი ძაღლები და ის რაც ძველი ყავდა, ისევ იმას იბრუნებენ. ელემენტარული 100 კილომეტრს გადიან ჩვენი ძაღლები გაზაფხულზეც და შემოდგომითაც, როცა ზაფხულის საძოვრებზე მოდიან გაზაფხულზე და მერე ზამთრის საძოვრებზე და რთული პირობების გავლა უწევთ იმ პერიოდში, გაზაფხული იქნება თუ შემოდგომა, იქ სიცივეც, თოვლიც, ყინვაც, მანძილით, შიმშილით და ამ დროს თავის ფუნქციაც უნდა შეასრულოს ამ ძაღლმა და ის რომელიც ცადეს, რომ თითქოს ის უნდა იყოს ქართული და ის არის ქართული და ის უნდა გაამრავლონ, ამ ძაღლებმა ზუსტად ეს პროცესი ვერ გაიარეს თვითონ და ბუნებრივად თვითონ ჩამოცილინენ ცხვარს. და მწყემს ისევ მოუწია, რომ ძაღლის გარეშე არ დარჩენილიყო, ისევ ის ძველი სისხლი, ანუ რაც ქართულია რეალურად და რაც ჩვენი მეცხვარე ძაღლია, ისევ ის აღადგინეს და შესახებ. და ერთ-ერთი პირველებით საქართველოში აი ეს მომთაბარეობა დიდ დისტანციაზე ცხვრის გადარაკვებში ფიქსირდებიან, აწერილი არიან თუშები. შესაბამისად, მეცხვარეობა ცალკე არ არსებობს ესე, რომ მარტო ცხვარი ყავდეს, ამ ცხვარს ჭირდება წყემსიც, ამ ცხვარს ჭირდება დამცველიც და დამცველად მოგვევლინა ძაღლი. ანუ როცა იწყებს, როცა ვლაპარაკობთ მეცხვარეობაზე, სიღრმეებზეც არ უნდა ჩავიდეთ, იქვე იგულისხმება მეცხვარე ძაღლიც და ასევე ცხენიც. მეცხვარეობა ამ სამი ცხოველისგან შედგება ცხვარი, ცხენი და ძაღლი. იმიტომ რომ ამ დისტანციაზე გადაადგილებით დროს წყემსი ამ ტვირთს გზაზე საჭმელი ჭირდება, დასაძინებელი ჭირდება, ცხვრის მოვლის საშუალებები ჭირდება, უამრავი ტვირთია, ხო? ამ ტვირთს მარტო წყემსი ხო ვერ გადაადგილებს, ამისთვის ცხენია საჭირო. ამ ცხვარს დაცვა ჭირდება ნადირისგან, ამას ძაღლი ითვისებს და ამის ორგანიზატორი ხდება ადამიანი მარტო. დანარჩენს აკეთებენ ერთმანეთისთვის ეს სამი შინაური ჩვენი მეგობარი ცხოველი. ამიტომ ქვია ქართული მეცხვარე ძაღლი. ამის კიდე ერთი უნიკალური თვისება ისაა, რომ ძალიან ეწებება ერთ ადამიანს და მთელი ცხოვრება მისი ერთ გულით რჩება. შეიძლება პატრონი შეიცვალოს. აი 60 თვემდე ვინც გაზდის, იმის რჩება ბოლომდე. თუგი კარგი ურთიერთობა აქვს და 10 წლისა შეხვდეს და იმ პატრონს უარყოფს, რომელსაც 9 წელი, რომელთანაც 9 წელი ცხოვრობდა და ამის ხარეს დადგება. აი თვისება გააჩნია კიდე და ну ხშირად ეხა ობიექტების დასავთ რუსებმაც იმიტომ გამოიყვანეს ეს კავკასიური ნაგაზი, რომ ეგ პრობლემა ჰქონდათ. როდესაც აი ჯარში ელემენტარულად მონაცვლეობა ხდებოდა აი გაწვეულების, იმათ კვენდნენ მერე, ახალი რომ მოდიოდა მომვლელი და მაგიტო შეაჯვარეს სხვა ჯიშებზე, რომ ეს აი ეს ერთგულების მომენტი მოეხსნათ და გაწვრთნადი გამხდარიყო ეს კავკასიური ნაგაზი. ეს არის ძალიან ერთგული, ეწებება იმ ფარას, იმაზეა აი ეს უყვარს ის პატრონი ძალიან მისი ერთგულია და იმ ტერიტორიის და იმ ფარის ერთგულია და შეიძლება თამამად ითქვას, რომ სოფლიოში საუკეთესო ჯიშია ზუსტად მეცხვარეობისთვის. და განსაკუთრებით სადაც მომთაბარეობა მიდის, აი ესე მაგ სტილის მეცხვარეობისთვის. და ხშირად ეშლებათ ხოლმე მეც ვაღიარებ რომ მქონდა ეს არასწორი ისა წარმოდგენა ეს ქართული ჯიში ეშლებათ ხშირად კავკასიურ ნაგაზში. ну გაგვანან ახლა ერთმანეთს აქედან არის გამოყვანილი, ამ სადღაც 60% სისხლის აქედან აქვს.
ანუ ქართული ნაგაზები, ხო, ქართული მეცხვარე გაიყვანეს და აჯვარეს რაღაც სხვადასხვა ჯიშებზე და გამოიყვანეს საბოლოო ჯამში კავკასიური. ზოგადად თავიდანვე რომ წაიყვანეს ეს ესეთი იყო ქართულად კრასნაია ზვეზდა ესეთი სახსაში წითელი ვარსკვლავი მაზოვერი იყო ესეთი მეცნიერი სხვადასხვა სელექციონერი კინოლოგი და სხვადასხვა ძალიან მცოდნე კაცი იყო მაგას ვერ უარყოფ და მას დაევალა საბჭოთა მცველი ძაღლის გამოყვანა რომელიც კონკურენციას გაუწევდა და აჯობებდა დასავლურ ანალოგებს ნაგიდო გვანანეთ მაინც ანუ ვიზუალურად ხო თუ თვალი არა გაქვს მიჩვეული და კარგად არ ერკვევი რა თქმა უნდა გვანანეთ მაინც შუა აზიურით კავკასიურით და ქართულით იცით რა როგორ არ უნდა მოვტყუდეთ პირობითად აი ლეკობის პერიოდში ხო ძალიან რთული გასარჩევი იქნება და ეს სოფლის მეურნეობაში ხო ენერგიებზე ეს რა მოიტანენ ერთ ჯიშს მე სულ სხვა რაღაცა არ გამართლებს და კი ამ ამბავში როგორ იზღვევენ თავს ან ცოდნე ადამიანს უნდა მიმართოთ ან უნდა ენდობოდეთ იმას ვისგანაც აპირებთ ამ ძაღლის შეძენა სხვა შანსი არ არის ხო თქვენ ვერ გაარჩევთ ეს სწორედ ეგ არის სწორი მიდგომა რა ჩვენი მიდგომა ესე რომ ვთქვათ რომ განსხვავებით აუშვათ კავკასიური ნაგაზისა და სხვა ძაღლების რომლებიც ჩვენთანაც გავრცელებულია გადარჩევის პრინციპები არის მუშა თვისებებისა და გარკვეული ექსტერიერის გარკვეული ჩარჩოების მიხედვით რა. ეს არის მთავარი პრინციპი, რომ მუშა თვისებები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ესე მოვიდა ეს ჯიში ზოგადად აქამდე, ხო? ჩვენი წინაპრებმა გადაარჩიეს იმ მუშა თვისებებით, რომ ძაღლი რომელიც ვერ იმუშავებდა, სხვაში ის არავის არ ჭირდებოდა. მეცხვარისთვის იყო ტვირთი, ტყუილად უნდა იჭმია, ხარჯი იყო. შესაბამისად ინახავდა ისეთ ძაღლებს, რომელიც საქმეში ადგებოდა და ეს იყო მიდგომა ყველაზე სწორი რაც დღემდე მოვიდა და უნდა გავაგრძელოთ ალბათ ამ პრინციპით მუშაობას. და ეს კავკასიური რახანამ თემას ვიხევით ორი სიტყვით მეც ვიტყვით ჩემ აზრს. კავკასიური ნაგაზი სუფთა ქართული რო იძახიან ცოტა ხმამაღალნად თქვა იმიტომ რომ ამ მაზოვერმა და სხვადასხვა მეცნიერებმა მარტო საქართველოსთან არ წაიყვანეს ის ძაღლები ამ თავისი სელექციით. მთელი კავკასიიდან გაიყვანეს. არასწორი ინფორმაცია აქვს ჩვენ საზოგადოებას, რომ გინდა თუ არა მარტო საქართველოსთან, არა, მთლიანი კავკასიის რეგიონი შემოიარა. დღეს რო იძახიან, აი მოსკოვიდან ჩამოიყვანეს სუფთა კავკასიური და ეს არის ქართული და ამას ამტკიცებენ, ეს არ არის სწორი მიდგომა და არ არის ახ მარტო მე რამდენჯერ და სად არ გამიგია და ეგეთი ისა. ქართული აბა მას სად არისო და ზუსტად ცხვარშია ქართული. საქართველოში. ქართული არის საქართველოში და ზუსტად ცხვარშია ქართული. მეცხვარეობა იკლებს, ეს რეალური სტატისტიკაა. თქვენც ესაუბრეთ მეცხვარეებს და თვითონაც მოგიყვნენ ამ ამბავს, აქ ბევრი პრობლემაა და ცხრის გარეშე ეს ჯიში ვერ იარსებებს. ანუ ძირითადი ბირთვი მაინც ცხვარში უნდა იყოს, რომ ამით მუშა თვისებები გამოვავლინოთ და ისე გავამრავლოთ. ეხლა სახში ეს ძაღლი ამ თვისებებს არ ავლენს და ძირითადად იმიტომაც გადაჯიშდნენ. ეს ჯიშები კულტურული გამრავლების შედეგად ხდებოდა. ამ ჯიშების ხასიათის ცვლილება და ეგ არ გვინდა. ჩვენ გვინდა რომ ეს რაღაცა პირვანდელი სახით შევინარჩუნოთ. და ამიტომ ჯერ ჩვენ ძაღლებს ვერ გავყიდით. ანუ ჩვენი ჯგუფიდან და ჩვენი ჯგუფის დახმარებით ეგეთი რამე ვერ მოხდება. და პირველ რიგში ვაკმაყოფილებთ იმ ხალხს, ვისაც აი თუ კი ვინმე დასავლეთ საქართველოში მაგალითად საქონელი ყავს და უნდა იმას მივაწვდით. ოღონდ უსასყიდლოდ. აი მისთვისაც საჭიროება არის და ჩვენ შევაფასებთ რომ მას რეალურად ფუნქციურად ჭირდება ეს ძაღლი აქ ჩუქდება ლეგვები და შესაბამისად მივაწვდით მაგრამ ანუ თქვენ არანაირი კომერციული ინტერესი ამ საქმეში არ გაქვთ როგორც ხედავს სრულად ენთუზიასტები ხართ და ძაღლი ადამიანის ყველაზე ერთგული და ყველაზე ისეთი საყვარელი ცხოველია და ეს როგორ უნდა გაყიდო იმდენი ძაღლია მართლა უსახკაროთ და უპატრონოთ ჩვენ თავარი მოთხოვნა მაგ დროს არის სასყიდელი ესე რომ ვთქვათ არის ის რომ სწორად მოუაროს მიხედოს და სორგარემოში ყავდეს და შემდეგ გამრავლების ნაწილში ჩვენც ვიყოთ ჩართული ჩვენც ისევე დაგვეხმაროთ როგორც ჩვენ მივაწოდეთ ისე არ მოვაწოდოთ ისე და ძაღლებზე გამახსენდა ზოგი არის ეხლა მაგალითად ეხლა ხას ხო გახსოვს კარგი იქნება ზოგადად მოყვები დასაწყისი ეს ერთ-ერთ გასვლაზე ვიყავ გასული და ნახე ძუძაღლი აი დღე-დღეზე რომ უნდა იმშობიაროს და მაგ დროს უკვე ფარას ვეღარ გაყვა
ან გაყვა რაღაც ნაწილზე და ვერ შეძლო და უკან მობრუნდა და მარტო ბინაზე წყლის გარეშე, არც დაყვების საჭმელი, გარეშე. არც არაფერი რა. ავდექით და ერთი კვირა დაურბოდით იქ, მერე ვაჭმევდით რაღაცები, აქედან მარნეულში, ყოველ თბილისიდან მარნეულში და მერე ბოლოს ისე მოხდა, რომ მოუძებნეთ კარგი პატრონი, რომელსაც აქვს ფერმა, არის ზრუნველი, ფარეხამ გააჩინა ლეკვები, ის ლეკვები დაიზარდნენ და აქედან რომ წავალ ერთი ლეკვი უნდა წამოვიყვანო და ერთ კარგ ადამიანს უნდა მივცეთ საქმისთვის ისიც. რა მაგარი. ეს ჩვენ ჯგუფში ეს ისტორიას ვდებდით რა ნელ-ნელა და ხა ბოლოები სიმართლე გითხრათ ვეღარ ეს ლეკვების ამბავი და ისა ალბათ თქვენი გადაცემიდან გაიგებენ ჩვენი ჯგუფის წევრები, იმიტომ რომ კარგი პატრონის ხელში რომ მოვახვედრეთ, ეგ პოსტი დავდეთ და მე ვეღარ დავდეთ რაღაც გარემოებების გამო რა. აი რა ვიცი მართლა ძალიან მიხარია რომ გაგიცანით. ძალიან მიხარია რომ ესეც ძალიან საინტერესო და ქმედით ნაბიჯებს და გამით, იმიტომ რომ ეს ვიღაცას აუცილებლად უნდა გაეკეთებინა, მით უმეტეს მაშინ როცა როგორც თქვით გადაშენების პირას არის უკვე და ხო, ძალიან ცოტაა დარჩენილი და ხელი შეტყობა თუ არ იქნება, ალბათ, რა ვიცი, ერთი 2 ათლეულის განმავლობაში შეიძლება გაქრეს კიდეც და ვაჯიშებს შეერიოს და ასე შემდეგ. ეს საუბარი ალბათ საერთო ჯამშას ჩვენი მაყურებელი მოისმენს და ნახავს იქნება დაახლოებით 25 წუთი, მაგრამ იცოდეთ მეგობრებო, რომ ჩვენ სამჯერ მეტი ვილაპარაკეთ ამაზე და ბევრი საინტერესო ამბავი ვერ მოაღწია თქვენამდე, მაგრამ მე არ ვიცი, ყველას გირჩევდით, ჯერ აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ თუშეთში, აუცილებლად უნდა ნახოთ საკუთარი თვალით რა ხდება აქ, როგორ თანაცხოვრობენ ადამიანები აი ამ ძალიან საინტერესო არსებებთან ერთად, როგორი ურთიერთობა აქვთ, როგორ შეუძლიათ ერთმანეთს ელაპარაკონ, გააგებინონ, აგრძნობინონ და ერთ-ერთი მთავარი გმირები მთაში, მეცხვარეობაში არიან სწორედ ქართული ჯიშის მეცხვარე ძაღლები, რომლის გადარჩენისთვისაც სრულიად არ ვიცი, საკუთარი ენთუზიაზმით, აი სიყვარულით, პატრიოტიზმით შეგვიძლია აქ ვახსენოთ. აი ეს ადამიანები იბრძვიან და მათ უკან კიდე მეგობრები, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არ არიან, მაგრამ საომალოდ იმედი მაქვს მათაც გავიცნობთ და გავაცნობთ ჩვენს მაყურებელს. ამ ყველაფრის მიღმა რა კეთილსაქმეს აკეთებენ, ეს ადამიანები არიან უკვე ჩვენი ძალიან კარგი მეგობრები. ძალიან საინტერესო მოსაუბრეები და საუკეთესო მასპინძლები, ასეც ვიტყოდი. ძალიან დიდი მადლობა ამ გამოცდილებისთვის. წარმატებებს გისურვებთ. გემშვიდობებით თუშეთიდან. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთვის საინტერესო თემებზე მუშაობას და ზუსტად ერთ კვირაში ისევ შევხვდებით ერთმანეთს. დროებით.